მშვიდობა დღეს ჩვენ გვაქვს განსაკუთრებული დღე, როდესაც საშუალება გვეძლება, რომ ვისაუბროთ მე-20 საუკუნის და ამავე დროს მე-21 საუკუნის გამორჩეულ პიროვნებას, უდიდეს მოღვაწე მეუფე ილარიონ სამხარაძის შესახებ. თვალებიდან დასდენოდა თქეში, ღრუბლის ფერა და სახე, მიდიოდა სიყვარულის მზეში, ადიდებდა ყოლა წმინდის სახელს, მზერდა სულეთ საღმატებულ საში, გრიმალება და აღავართული ჯარით, კილები მსუქდება მასში, როცა მოყვას თუ ჯვარი, Siani moiția hame, siharuli jrajit mheris, garakarvebs tuti sopli shamebs, kurtxeuli ilarion beri, gandegilis samoselietsa, patriarchis mzera konda shori, tavs pirkvidan dastkomodasetsa, Kurbanzebs miapopda kori, titkos sulman, ise mitsono suli, ყველაფერი თითქოს გააკდა სულ-ერთი, სიყვარულიზეც ასავით სრული და ლოცვებში აღმართული სულეთი, ქრუბელცვარი, ცის გაბადოს მისდევს, მიუყვება ხრული ხრულს და მთესველს, როცა ყველგან იმყოფება ქრისტე, რაც წმინდა სიყვარული ესე და ჩეხილა კეთევანის მნათე, ძველ მამულში, ლოცვა-ცრემლით მივედით, ყოლა წმინდა ღვთისმშობელის ნათელს, წმინდა ძმები, შესცქერიან იმედით, დამდგარია სიხარულის ჟამი, წყებსთა მაგა, სამეუფო სადგომი, ნექტარს ვეღარ გაერევა შავი და გოლგოთაც დასრულდება. მეუფე ილარიონის ღვაწლი განსაცვიფრებელია თავისი უდიდესი ასკეტური ცხოვრებით, თავისი მდუმარებით. ის გვახსენებს ძველი დროის ასკეტი მამების ცხოვრებას, რაც ჩვენ წაგვიკითხავს პატერიკებში, წმინდა მამა მეუფე ილარიონი თავისი ცოცხალი სახარებით, თავისი ღვაწლით აცოცხლებდა ამ ყოველგვარს ჩვენს თვალწინ. ჩვენ დღეს სტუდიაში მოვიწვიეთ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ახლოს იცნობდნენ მეუფე ილარიონს. გთხოვთ გაიხსენოთ მამა ილია, თქვენ იცნობდით მეუფე ილარიონს ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც ერში მოღვაწეობდით. მეუფე ილარიონის ცხოვრება, დიდი სალუსის ცხოვრება, ესე ვიტყვი. უპირველეს ყოვლისა მე მინდა თქვენ სინაში წარმოვადგინო ამ უდიდესი პიროვნების ენა. მას ჰქონდა განსაკუთრებული ენა, როდესაც ჩვენ ურთიერთობდით აი თავის ფარდულში, გელიაში, სადაც მას ჰქონდა ერთადერთი ხატი. ეს იყო ყოვლადწმინდა სამების ხატი, მართლმადიდებლური ძველი ხატი, რომელსაც ის თაყვანისცემას აღუვლდნენ და მთელი ღამე აი მცირობაში, განსაცდელში, სიცივეში, მდგომარეობაში მოღვაწეობდა ის მრავალი წელი. დავიწყოთ იქიდან, რომ რამ განაპირობა ეს ყველაფერი და რა არის სალოსთა, ჯერ საიდან დგინდება, რომ მეუფე ილარიონი ბრძანდებოდა სალოსში. მას ჰქონდა აბსოლუტურად საზოგადოებრივად ჩინებული მდგომარეობა, როგორც ელისკაც და შემდეგ როგორც სასულიერო პირს. მაგრამ მან არჩია მდგომარება, არჩია დაყუდებულ განდეგილური მოღვაწეობა. ის იყო მღვდელმთავარი, ის ჯერ კიდევ კურთხევამდე ძალიან კარგ ურთიერთობებში იყო იერარქებთან და
ცნობილი არის, რომ ის ბრძანდებოდა ნათლული უწმიდესი დავით მეხუთის. მაგრამ როდესაც დავით მეხუთის აღსაყდრების ჟამი დგებოდა, მან დასწერა ძალიან ისეთი უხეში წერილები დავითის. ანუ ეს მიანიშნებდა, რომ ის უკვე იწყებდა ამ სამოსულ ღვაწლს. არადა დავითს და მეუფე ელარიონს ძალიან ბევრი ურთიერთობა ჰქონდათ. მაგრამ მას თქვა ძალიან ცუდი რამ დავით მეხუთეზე, რა ეს არის ესეთი. სიამოვნებაში ეს ასე არ იყო, ის ასე არ ფიქრობდა, მაგრამ ის უკვე იწყებდა აი ამ სამოსულ ღვაწლს. შემდეგ უწვიდეს დავითის ურთევით ის აკურთხეს მღვდელმთავრად. და ძალიან მალე ის გადავიდა უკვე სალოსურ მდგომარეობის თურთო ღვაწლში. ეს არ იყო ადვილი შრომა. საერთოდ სალოსების ღვაწლი ძალიან განყენებული შრომა არის საზოგადოებისგან შორს, ზესაზოგადოებრივი. ისინი კანონგარეშე მდგომარეობაში არიან. მათ განშიავ, განიკითხავენ. ისინი ყველანაირად ცდილობენ დააბრკოლონ ესა თუ ის ფენა საზოგადოებისა მათ მიმართ. მეუფე ელარიონი ამას ახერხებდა საოცარი ოსტატობით. ყველა კატეგორიის ადამიანში, როგორც კი დაინახავდა, რომ ის მიმართ გაუჩნდებოდა დიდი მოწიწება და მას აღიარებდა, როდესაც ძალიან დიდი ადამიანი, ისეთ რამეს მოიმოქმედებდა, რომ აუცილებლად დააბრკოლებდა და ამით დაგაფიქრებდა ნეტავრა ხდება. და იწყებდა შენში სულიერი დინამიკის ამოქმედებას და სულიერი აზროვნების განვითარებას. ეს იყო დიდოსტატი სულიერი აზროვნების. მას ჰქონდა ძალიან დიდი განათლება, იცოდა რამდენიმე ენა, ჰქონდა დამთავრებული რამდენიმე უმაღლესი სასწავლებელი და ამ დროს ეს ადამიანი აღმოჩნდა სრულად გარიყული საზოგადოებისგან. ანუ თვითონ დაუშვა თავის თავს ეს. თვითონ გააკეთა ის, რომ გაერიყა საზოგადოებას და ოღონდ არა ეკლესიას. ეს იყო ფარული ღვაწლი. ეკლესიის ერთობაში მას თავისუფლად შეეძლო სამღვდელმთავრო მოღვაწეობაში მოეწყო განხეთქილება, მაგრამ არა. მასთან იყო გარკვეული ჯგუფები, რომელიც ცდილობდნენ მეუფის იერარქიის გამოყენებას, მაგრამ მას არასოდეს ეს არ გაუკეთებია. ის ყოველთვის იდგა ეკლესიის ერთობაში. შეგიძლიათ მომაილეო კაცრად მაგალითი დაგვისახელოთ ამისი, შეგიძლიათ გითხრათ კონკრეტულად? მე რამდენიმე მაგალითი ვიცი, თუნდაც რაღაც განხეთქილება იყო 90-იან წლებში და მასთან იყვნენ სასულიერო პირები. მაგრამ მეუფემ ისეთი რამ მოიმოქმედა, რომ ისინი აღარც გაიყარნენ მას. ანუ ამით დაიცვა ეკლესიაც და დაიცვა საკუთარი თავიც. როდესაც გესაუბრებოდა მეუფე თადეოზე, დაახლოებით 15 წლის წინ თუნდაც უფრო ადრეც გააქვს ნათქვამი, რომ როდესაც მეუფე ილარიონი მოღვაწეობდა ცხეთაში, გამოქვაბულში, იყო პერიოდი, როდესაც იქაც განმარტოებით მოღვაწეობდა, აქ მეუფეს ესეთი რამე ნათქვამი, რომ მე ისეთი დიდი მორწმუნე არ მინახავს, როგორც მეუფე ილარიონიო. ადამიანს გველებთან და მორიელებთან ეძინაო და ვერ ეკარებოდაო. აი რასაც მამაო გვეუბნება ჩვენ, რომ ინდივიდუალური დამოკიდებულება გააჩნდა მეუფეს, შეეძლო, როდესაც საჭირო ჩათვლიდა ის გახსნიდა თავის სულიერ სამყაროს და შეეძლო, როდესაც არ განეცხადებინა ეს ყველივე და მახსოვს მეუფეს ხელწერილი ერთ-ერთი, სადაც ამბობდა კიდევაც მეუფე, რომ არც არავის არ ვეკარები და არც არავის არ ვიკარებ. და დიდხანს გაგრძელდა ეს მარტოობა მეუფესი და მე სტუდიაში მინდა გადავიდე ჩვენს ახლობლებთან მეუფეს უბძურფასეს ადამიანებთან, რომლებიც გაიხსენებენ ამ ყოველივეს უფრო დაწვრილებით მეუფეს ცხოვრების ბოლო პერიოდს განსაკუთრებით. და ასევე მამა ილია, მე მინდა სტუმრებს ჩვენს ძვირფას ტელემაყურებელს წარუდგინო მამა იოანე კალანდია, სამების ეკლესიის მღვდელმსახური და თხოვო მას, რომ გაიხსენოს თუნდაც თავისი პირადი გამოცდილებიდან, ასევე რას ამბობდნენ სხვა სასულიერო პირები მეუფე ილარიონის შესახებ. გისმენთ მამა, მადლობთ. მადლობა ღმერთს, რომ ხვდა ბედნიერება უშუალოდ გამეცნო მეუფე ილარიონი. მაგრამ მე მამა გიორგის შეფასებას ვიტყვი მეუფე ილარიონზე. მაშინ მამა გიორგის მოჩლებაში ვიყავი და ერთ-ერთი მრევლთაგანი მოვიდა და მამო თბილისში ვიყავიო და ცხეთაში რომ მოვიდოцо ერთი უცნაური კაცი ვნახოდა. დაო ანიშკა ვინ ნახე? მამა გიორგი ასეთი დოლი ხო არ ეჭირა წითელი დოლია და მამა სულ საიდან ისე ჩვენი ძმა და მეგობარი გამოსულა ილარიონიო და ყველამ გაფაცისებით უსმენდა მამა გიორგის და მამა რატო და ბერია მდელია ნედა ისეთი ღვაწლი მქონე ეპისკოპოსი კიდე არის საქართველოსიო? მაგას არ დაკლებიაო, არც დევნა, არც მწუხარება, არც წანჯვა, არც მოწამლა, არც ყველანაირი
ტრობაში გააძვნეს ეს კაცი მამა გიორგიმ. და თქვენ წარმოვიდგინეთ იმაზე უფრო დიდი იერარქია დევნულიო საქართველოში არ არსებობსო. მამა გიორგიმ თქვა. ჩვენი ძმა არისო და მაგარი ადამიანია, როგორც ადამიანი, როგორც პატრიოტია მამა გიორგი. თქვენ დევნულობა ახსენეთ მამა ივანე და ჩვენთვის ცნობილია რომ 1978 წლიდან მეუფე ილარიონი იმყოფებოდა დევნულობაში. ჩვენ აუცილებლად შევეხებით მოგვიანებით ამ საკითხს და ეხლა ისევ მინდა მამა ილიას ვთხოვო რომ მამა ილია ვთხოვთ გაიხსენოთ ის პერიოდი, როდესაც თქვენ მგზავრობდით და როგორ შეგეწიათ მეუფე ილარიონი აი ამ პერიოდში. შევშალოთ გავიხსენეთ, მაგრამ ბუნებას მოვცემთ. რამდენიმე შტრიქს მოგახსენებთ, იმიტომ რომ არის საზოგადოების გარკვეულ წრეებში სხვადასხვა მოსაზრება და მე მინდოდა მეთქვა კონკრეტულად სალოსთა ღვაწლის და სალოსთა ენის შესახებ და ამ შემთხვევაში თავად მეუფე ილარიონის ენის შესახებ. მინდა ასეთი პატარა მაგალითი მოიხსნა. გამოცდილი მონადირე იმყოფება ტყეში. ტყე არის უღარანი ტყე არის მგლებით სავსე. და ამ ტყეზე უნდა გაიარონ მშვიდობიანმა უმწეო ადამიანებმა. გამოცდილი მონადირე ცდილობს რომ მგელი გაიტყუოს შორს. ის მგელს გაიტყუებს, გაექცევა და მგლები გამოიკიდებიან მას. ის ჩდება ჯავშან ტრანსპორტიერში, ან იარაღდება ისე რომ მგელი მას ვერ ეკარება და სათავისუფლდება და ადამიანები გაივლიან მშვიდობიანად. აი ასე არის სალოსთა მოღვაწეობა. სალოსმა შეიძლება გაითამაშოს მრუშობის სცენა. შეიძლება გაითამაშოს მწვალებლობის სცენა. მაგალითად, მეუფე ილარიონმა იცოდა ასეთი რამ, რომ მაის იყო უდიდესი მართლმადიდებელი, ის ყოველთვის ამტკიცებდა, რომ მამა ღმერთი, ჯერ ღმერთი და სული წმინდა ღმერთი, ეს არის სამი პიროვნება და ერთი არსება. მამა ღმერთისაგან იშვა ჯერ ღმერთი იესო ქრისტე და მამა ღმერთისაგან გამოვიდა სული წმინდა. მაგრამ შემდეგ გარკვეულ ფენაში უცბად იტყოდა ასეთ მწვალებლურ რამეს, რომ ამით ჯიტანაც გამოდის სული წმინდა. რა ხდებოდა ამ დროს? ან თუნდაც შეიძლება მას გაეთამაშებინა მრუშობის სცენა, მაგრამ არა მრუშობა, სცენა. ის მიიტყუებდა სივრცეში არსებულ იმ დემონებს, ეს აკეთებენ სალოსები. ახლა მამა გაბრიელი მაგალითად უშვერი სიტყვებით ლანძღავდა სამთავროს ეზოში დედანინოს, წმინდა ნინოს. ეს რა მახინჯის არწმუნოება შემოგვაჩიჩო. ამით განამართლა მახინჯის არწმუნოებას სახელდებდა მართლმადიდებლობას ან დედანინოს ლანძღავდა. ამით ხსნიდა ხალხს ღვთისმობის ცოდვას, თავის თავზე ტვირთულობდა ამ ყველაფერს და გამოითხოვდა წყალობას ხალხისათვის. მეუფე ილარიონიც ანალოგიურად აკეთებდა, შეიძლება რაიმე ასეთი სცენა გაეკეთებინა და გარკვეული წრეებისთვის. აი ეს თუნდაც მწვალებლობის ცოდვა, თუნდაც ის გარკვეულ 80-იან წლებში და შემდეგ საზოგადოებაში გაბატონებული განათლებულ წრეებში გაბატონებული მწვალებლური იდეებისთვის სასჯელი აეცილებინა ესთვის. მეუფეს ეს ვერაფერს დააკლებდა, ეს იდეა. სამაგიეროდ ის ბოროტი ძალები, რომლებიც აი ამ იდეებს პროვოცირებულ ყოფენ ადამიანებში გროვდებოდნენ მის გარშემო. ბოროტის მოტყუება ძალიან ადვილია, ისაც უგუნური. წმინდანებს ეს შეუძლიათ და დიდ ადამიანებს, დიდ მოლოცველებს ეს შეუძლიათ. ის მოატყუებდა ამას, მის გარშემო დავანაკდებოდნენ ეს ძალები და გარკვეულ ხალხზე შეწოლას აღარ ახორციელებდნენ ეს ბოროტი ასეები. მიწასა და შუა ხომ ბოროტთა სამყოფელია. ან თუნდაც იგივე მრუშობის სცენა შეიძლება გაითამაშებინა რაიმე თქვა ვინმესთვის ისეთი, რომ გაგვირობოდა რომ ეს როგორ სამაგიეროდ ამ შემთხვევაში ის როგორც სალოსი აბსოლუტურად უარყოფდა თავის თავს. ადამიანთა გარკვეული წრეების თვალში მისი დიდება ნოლი იყო. ისინი ამბობდნენ, რომ ეს არის სამწვალებელი, ან ცუდი ადამიანი, ან ასეთი ან სულელი ან გიში. ანუ მიღწეული იყო პირველი მიზანი სალოსის, რომ ადამიანთაგან დიდებას აღარ იღწვის. მეორე მიზანი, რომ ის ხსნიდა გარკვეულ ცოდვას ადამიანებს და ბოროტ ძალებს ახავებდა თავის გარშემო და არიდებდა ადამიანებს ამა თუ იმ ცოდვის შეშმაკებს. ეს მეორე და მესამე გამოითხოვდა წყალობას საზოგადოებისათვის და ამ ცოდვებისათვის იწყებდა ლოცვას და თავისი დამცირების და შეურაცხყოფის ხარჯზე იწყებოდა ადამიანებზე წყალობის მოპოვება
როდის მოდის წყალობა სული შემოსრული და გული შემოსრული და დამტაბლებული ღმერთმა არ არის შეურაცხყოფს. ამ შემთხვევაში მეუფეილარიონი, მამა გაბრიელი და სალოსი მოღვაწეები მაქსიმალური დამტაბლებით აი ამ საზოგადოების თვალში დამტაბლებით ითხოვდნენ შემდეგ წყალობას. ისინი უცოდვილესებად წარმოაჩენდნენ თავს და სინამდვილეში ისინი იყვნენ ძალიან დიდი მლოცველები და ძალიან დიდი მამები. რაც შეეხება აი თუნდაც იმ ფაქტს, რაც თქვენ ბრძანეთ ბატონო, რომ გზაზე რაც მოხდა, ეს მართლაც მოხდა 2009 წელს. მე გზავრობდი კახეთის გზაზე, მაშინ გომბორის უღელტეხილი გახსნილი არ იყო. საქართველოს მოამბის ერთ-ერთი მორიგი ნომერი გავუშვის სტამბაში, ბეჭდაში და ძალიან დაღლილი ბრუნდებოდი თელავში. ბავშვი ყავდა თელავში და დაობული მეგობართან. იქ მარტო იყო ბავშვი და აუცილებლად უნდა ჩავშევიყავი რა დიდ. მაგრამ ვიყავი არა ადამიანურად დაკაჩული. ახაშტის ველებთან ველებიდან მე არაფერი არ მახსოვს. გამეღვიძა ველისციხის გადასახადთან. ეს არის კილომეტრზე მეტი. და ამ პერიოდში მე არაფერი არ ვიცი, მე ხედავ მეუფეილარიონს. ასეთი ფოტო არის მეუფეს, ასეც ის. ჩვენი გადაღებული ეს ფოტო, ესეც ის და იგი. გამეღვიძა არ არის არანაირი დაღლილობა, არანაირი ძილი, ძალიან ტკბილი მდგომარეობით, როგორც დედა რომ გაჩმევს ძმრიან წინდებს, როდესაც სიცხე გაქვს და სიცხე რომ გადაგიგდის, ოფში ხარ გახვით და დეტალებით რომ გაგეღვიძება დედა გადგას თავზე და ამის ნატურალია. მეგოძება და ხვდები შემდეგ რომ ეს გზა გამოიარჩინა. და როდესაც ჩვენ რამდენიმე დღეში მეუფესთან ჩავედით, ბავშვმა მითხრა რომ ამაო მოუყევიო მეუფეს ესო და მოყოლა არ დაჭირდა მას. მან მაშინ ის მდგომარეობაში ბრძანდებოდა ასე გაკიდა. შემდეგ თქვა რომ მე კი არაო, პირდაპირ თქვა. მე არაო, ღმერთი იყო შენთან და ღმერთმა გადაგარჩინა. მე ბავშვმა დაუწერა დაფაიღო დიდი რომ სით გაფრთხილებულო მეუფეო ყველაფრისათვის მადლობა თქვენ შემდეგ ეს დაფა ჩვენ გამოგატანა. არის კიდევ უამრავი ფაქტები. აი ასეთი შრომა, როდესაც ადამიანს შეუძლია გაწიოს მოყვასისთვის, მას აქვს ძალიან დიდი კადირება უფლის წინაშე. ის კიდევ იმეორებ ძალიან ბევრ რამეს ტვირთულობდა საზოგადოების წინაშე. კიდევ მინდა ხაზი გაუსვა იმას, რომ მეუფეილარიონი ბრძანდებოდა ძალიან დიდი სალოსში. ის ყველა სფეროში ფარავდა თავს. ყველა თუნდაც იერარქიებდა, თუნდაც სასულიერო პირებთან, როგორც კი გაჩნდებოდა მის მიმართ დიდი პატივისცემის გრძნობა, ის მოიმოქმედებდა, ოღონდ ხომ და მოიმოქმედებინა ისეთი რამ, რომ შენ დაბიკოლებულიყავი. ადგებოდა და ზუსტად ისეთ რამეს გეტყოდა, რაც ის დაგაბიკოლებდა. შემდეგ უნდა დაფიქრდეს ადამიანი. და ჩვენც გაგიკეთა ასეთი რამ ძალიან ბევრჯერ. სასულიერო პირობაშიც და საეროშიც. მე დავფიქრდი მე რომ და როდესაც მივედი, მე როგორც ჩავიხდა. ანუ მას მოეწონა რომ ეს გაიგო ადამიანმა. მეუფეს ჰქონდა ძალიან დიდი მეთოდი ადამიანებად. ის იყო udახვეწილესი სასულიერო პირი და udახვეწილესი სალოსი და უკიდურესად დაფარული მოღვაწე. მისი ახსნა იყო ძალიან რთული, მისი ენის გაგება და ასევე ისევე როგორც მამა გაბრიელის ჟენა უნდა გწოდნო და უნდა მასთან სიახლოვე უქონო და მას მეუფე მიცოდა თვითონ უნდა მიეშვი მასთან, თვითონ უნდა გაეხსნა შენ თავისი ენა და მე უკვე როდესაც გადაამოწმებდი დაგეთანხმებოდა ან არ დაგეთანხმებოდა რომ ეს არის ასე. ამიტომ ძალიან დიდი სიფრთხილე უნდა თუნდაც იმ მოვლენასთან, როდესაც ის ყოვლადწმიდა სამებაზე იქ ასე იტყოდა, მაგრამ სინამდვილეში მას აქვს ნათქვამი, რომ არა, ეს ასე არ არის. ეს არის ისე, როგორც არის 325 წელს და 391 წელს მიღებული, მაგრამ გარკვეულად ამას ტვირთულობდა აი წვალებულ სულს, რომელიც გაბატონებულია საზოგადოებაში და ამით ხსნიდა ამ ცოდვას ჩვენ საზოგადოებას. იმიტომ რომ ძალიან ბევრი ისე ფიქრობს, ძალიან ბევრი ასე ფიქრობს, აქ ასუსტებდა ის ღვთის რისხვას ადამიანებზე. ილოცვიდა და აი ამ ლოცვით გამოითხოვდა შემდეგ წყალობას. ან თუნდაც ის ღვთისმსახურების ელემენტები, αλλά სალოსები რატომ არ წირავენ? იმიტომ არ წირავენ, რომ ისინი გასულები არიან აბსოლუტური საზოგადოებრივი ურთიერთობებიდან. და მეუფე როდესაც აკეთებდა აი საზიარებელ ასე ვთქვათ რიტუალს. ერთ ადრეულ წლებში იყო ასეთი რამ, რომ ხალბატონებმა თქვეს, რომ ეხლა ჩვენ წავალთო და ვიღაცას ვაზიარებთ, თქვენ სულელი გვაგზიერება სადაც. ამით ავლენდა ურწმუნობას საზოგადოებისას და ხსნიდა ადამიანებს აი ამ ცოდვას.
ძალიან დიდი მადლობა მამაელია. თქვენ და თქმა უნდა გვესაუბრეთ იმის შესახებ, რასაც ქვია რომ წმინდანი რომელიც ფლობს დროს და სივრცეს, მას შეუძლია იყოს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას, სადაც ის მოისურვებს და ამის მაგალითი თქვენ გვიამბეთ ჩვენ ასევე მეუფეს იმ დიდი ღვაწლის შესახებ და მამა ივანე თქვენ ხო არ დაამატებდით კიდე რამეს ხო არ გინდოდათ რამე ესეთი მნიშვნელოვანი გეტყვით? ისე მამა გიორგიდან გამომდინარე, რაც მამა გიორგი მოყვა მეუფე ილარიონზე. ბევრი როგორც კომუნისტების დროსო, სასულიერო პირებიო, ერისკაცებიო, ყველა ებრძოდაო, მაგრამ ვერ გატეხესო, იმიტომ მასში ქრისტეს სიყვარული ხო იყო, მაგრამ პატრიოტობა, ვაჟკაცობა, ქართველი კაცობა იყო მაგაშია და დუმარეთ მოქონდა ეს ყველაფერიო, დუმარეთ და ამაში რა იგულისხმება? ზოგიო ტყდებოდაო კომუნისტების დროსო, ზოგი ხელს აწერდაო ესე იშვიათად იყო, მაგრამ მაინც იყო ეს ქართველი და ისე იშვიათი იყო ეპისკოპოსი და ანდონისო. ეპისკოპოსზე საუბარი თორემ პატარა მდლებიო ადვილად წდებოდნენ და ეპისკოპოსმა ბოლომდე რო გაქაჩაო, ეს იშვიათი იყო, მაგრამ ამას უფრო დიდიო. ყავსო დღეს ეპისკოპოსიო, ასეთი ტანჯული და ასეთი ღვაწმოსილიო. ქართულ ეკლესიასა და არ ამგონიაო მამა გიორგიმ და ამიტომ ყველა ასეთი ადამიანი უნდა მოუფრთხილდეს. კიო კაცო არა პრობლემაო, ჯერო გაგრანძღავენო. მერე გაქებენო, მერე საბლაში ჩაგდებენ და მერე წმინდანს გახდიან. შეოჯახაში და როცა ყავსო სიცოცხლეში მოუვარეო, სიცოცხლეში. მამა, აი მომს სიტყვები. ძალიან დიდი მადლობა მამა ივანე. თუ შეიძლება რამიდე ეჩი დამატებინა, იმიტომ რომ ბევრი დრო არ მინდა წაგართვათ, შემდეგ კიდე აღარ მინდა ჩვენ ძვირფას ადამიანებს წავართვა საუბრის, მე მინდა ერთი რამ ფაქტი გავიხსენო კიდევ, ეს კვადროულ წლებში როცა მეუფე ბრძანდებოდა მდგომარეობაში 2000 წლებია და უწმინდესი გახდა ავად. და იქ ჩამოვიდა გარკვეული ჯგუფი ადამიანების და ერთ-ერთმა ძალიან ისე ახარა მას, რომ პატრიარქი არის სულით. იცით როგორ გაჯობდა? როგორ თქვენ ეს როგორ გიხარიათ? დააჩოქა მასივეთ ეს ყველა და ილოცეთ პატრიარქის შეთქმულება. მეუფე იყო განსაკუთრებულად გამორჩეული ადამიანი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრება იცხოვრა სიმართლის სიყვარულით. და ამბობდა ხოლმე, რომ ხილება, რითაც გამორჩეული იყო მეუფე ილარიონი, ხილება არის ჯანმრთელობაო. ყოველივე ამ ხილების უკან უდიდესი სიყვარული იდგა. ისე მონარქია, ისე როგორც ამერიკელი მონოპოლისტი, ისე როგორც კორეას არის მასონისტები. ასე უნდა ვიტყვას, ჟურნალში უნდა დაიწეროს ეს აშკარად ესეა და არ შეიძლება მაგათი ასეთი პარპაში. დაადგრება ამოხრება ინგლისელები ჩაიგდეს ეს არიფი ოხრები ვიღაცა წეთიები და აღედინებენ სამშობლოს მაგას რო დავაწესე საერთაშორისო საჯარი და მაგას გამოაგვიყვნენ საერთაშორისო საჯარი ეგრე როგორ დაიჟებიან სამშობლოს გამგზავრები ერის მოვალატეები ქრისტიანული მომელები დაიჟებიან საჯარი და ეგ უნდა იცოდნენ მაგას იმიტომ რომ ეს არის სოდითოიდგა თავზე იმასნებო ამი ეს ყველა დამნაშავეო კანალი დამნაშავე აღარ არის აგეთი ფილოსოფია უგონური ფილოსოფია όλα ასე ვიძაბარი დამთავრდა მაგას პარპაში და აღარ ასე და ჩვენ გავაგდო ჩვენ ძინავს პაზლაძე სასინიაზე პარაშვილი გადავიხავთ რამე ორია აგომა სიხარულია და ამასთანავე სანამ ეს სტუდიის სტუმრებს მიმართავდე, მინდა გავიხსენო მამა ნიკოლოზის სიტყვები, თუ რა გვიამბო ჩვენ მამა ნიკოლოზმა მეუფეს შესახებ. მივედიო მამა ნიკოლოზმა მითხრა და ვკითხეო მამა გაბრიელს. მამა გაბრიელ, ვის ვკითხოთ რჩევა თქვენ შემდეგო? მეუფე ილარიონსო, როგორც მეო, ისე მასო. აი თქვენ რო ამბობდით მამა ივანე თუ რამდენად დიდი ეპისკოპოსი, როგორი განსაკუთრებული, რომელმაც ბოლომდე იტვირთა ის სასტიკი დევნულობის დროს, ათეიზმის ეპოქის დევნულობის დროს და
თანდათანობით მოვა ამ ყველაფრის რომ მე სიმართლეს გავიგებ ჩვენ ყოველივე ჩვენი სარწმუნოებისთვის ნატანჯი და ნაწამები ადამიანების შესახებ და მოგვეცემა იმის საშუალება რომ თანმიმდევრულად ვისაუბროთ მეუფეს ცხოვრების შესახებ და რა გადაიტანა იმ ათეიზმიდან მისი აი ამ ბოლო გარდაცვალებამდე ჩვენთან სტუდიაში ბრძანდება მეუფე ილარიონის მიერ აღკვეცილი მონაზვნად დედა ნინო თანამშრომლობდა მეუფე ილარიონთან ერთად გამოცემული აქვს ჟურნალი, რაც არის კონკრეტულად, რომელიც მეუფეს ძალიან ენატრებოდა ამის გამოცემა, წლები ენატრებოდა და სწორედ რომ ათიას ძალისხმებით, დედანინოს ძალისხმებით დღის შუქზე გამოვიდა ეს ჟურნალი. თქვენ როგორ გაიხსენებთ? თქვენ შეგიძლიათ გაიხსენოთ მეუფეს ცხოვრება მისი დასაწყისიდან მოღვაწეობიდან როგორ თქვენ ჩათვლით საჭიროდ, აი გვიამბეთ კონკრეტულად მეუფეს მოღვაწეობის შესახებ, დიდი მოღვაწეობის შესახებ. მოგესალმებით. მივესალმებით ჩვენს საზოგადოებას, აქ დამსწრებირებს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს. მინდა გითხრათ, რომ სანამ მეუფეს არ მოხვდებოდი, იმ პერიოდში ვარ ადვოკატი იურისტი. სრულად შემთხვევით ჩემი მეგობრის მარიამის დახმარებით დუმარების პერიოდში მე მოვხვდი მეუფე ილარიონთან გარიყულაში, სოფელ გარიყულაში. და იმ პერიოდში კონკრეტული ფაქტი მაინტერესებდა, მე ვიცავდი უდანაშაულო ერთ-ერთ ახალგაზრდას, რომელსაც აბრალებდნენ მკვლელობას. და იმის მამასთან ერთად ვიყავი. და უთხარი მეუფეს მოუყევი ეს ყველაფერი, რომ მეუფე ვიცი შინაგანადას და საქმედას ვკიცდება, რომ ამ ახალგაზრდის მოკვლული არ არის, ის ახალგაზრდა გოგონა მეთქვი, თუმცა არ ვიცი სიმართლე, რატო აბრალებენ ან ამ ბიძს, ან ვინ მოკლა სინამდვილეში. მეუფე მაშინ წერდა დაფაზე და დამიწერა ამხილე, ეს სიტყვა დამიწერა. ზუსტად რამოდენიმე ხანში მოხდა ისე, რომ გამოჩნდნენ ნამდვილი მკვლელები და გავიგე სიმართლე, ეს გოგონა როგორ დონორად გამოიყენეს, მისი ორგანოები იქნა გამოყენებული და ის მხილება ზუსტად როგორც მეუფე დამიწერა ის სიტყვა ამხილე, ანუ ხილებაში უკვე რა შედიოდა და რა სიმართლე უნდა მემეთქვა საზოგადოებისათვის, მე შემდგომ ჟურნალში საგაზეთო სტატიით გამოუშვა. აი ეს იყო პირველი შეხება მეუფესთან. ის ცხოვრობდა ესეთ მიწურულ ქოხში, ეს ზოგადადაც ის ეხა საზოგადოებამ არის ამასაც ჩანაწერი, როგორ მიწურულ ქოხში ცხოვრობდა და არაფერი არ გააჩნდა ელემენტარული ადამიანური საცხოვრებელი პირობები. როდესაც შემდგომში გავიდა რაღაცა გარკვეული პერიოდი და მე მოვხვდი მეუფე ილარიონთან მცხეთის ძველი ციხე, ბევრი ციხეს რო ეძახიან, მცხეთის ძველი ციხე. აი ატარებდა მეუფე ილარიონი ღიაცის ქვეშ. ატარებდა ლოცვას და მართალი გითხრათ, ცოტა არ იყოს გამეკვირდა კიდეც, რომ ამხრის ადამიანი რატო არის ღიაცის ქვეშ და რატო ატარებს ლოცვას. ნახე შემდგომ მის სახლში, ესე იგი, არაფერი არაბადია, ადამიანს არ აქვს არა სახლი, არა კარი, არანაირი საცხოვრებელი პირობები. ვერ ხედავს უჭირს მხედველობა ეს ყველაფერი და მაშინ ერთადერთი შეგრძნება მე რაც გამიჩნდა, ეს იყო ძალიან დიდი სირცხვილის გრძნობა იმის, რომ ასეთი დიდი მამა, ასეთი დიდი მოღვაწე, ასე უპატიო იყო სამშობლოში. ძალიან შემცხვა. პირადად ჩემი თავისაც შემცხვა, რომ როგორ შეიძლება რომ არ იცნობდეს ერი და რატო არ ვიცნობდი მე მას და რატო არ ვიყავით მის გვერდით და რატომ არ იცნობს მას მთელი საზოგადოება კი არა და რატო არ უსმენს მას ყველა ფენის ადამიანები. ჩვენ შეგიძლიათ წარმოგვიდგინოთ მეუფე ილარიონის მსახურების სია, როდის აღიკვეცა მონაზვნად იცით, მე მინდა შევახსენო საზოგადოებას, არის საპატრიარქოს წიგნები ვარდოსანეთის გამოცემული, სადაც ყველაფერი არის, იქ არის ცნებები, ეს არასწორი ინფორმაცია, რომ აქვს სასულიერო სემინარია დამთავრებული, თუმცა მეუფეს ჰქონდა ზაგორსკის სასულიერო აკადემია დამთავრებული, მან 4 წლიანი კურსი გაიარა დაჩქარებული ტემპით, ასე ვთქვათ, 2 წელში და ასეთი ყველა ისინი ეს იყო 74 წელი 73 წლის 2 დეკემბერს იყო მისი დიაკვნად აღკვეცა და აი აქედან იწყება უკვე მერე მღვდლად, მერე ეპისკოპოსად და დავით მეხუთის ზეპირი განკარგულებით იყო ქორეპისკოპოსი ბოდბის ეპარქიის.
და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ის იყო ცოცხალი სახარება ჩემთვის. რას ნიშნავს ცოცხალი სახარება იყო მეუფე ჩემთვის, ხო? ყველაფერი თუ კი რამე წამიკითხავს სახარებაში, წამიკითხავს წმინდა მამათა წერილებში, წამიკითხავს ამ ყველაფერს განხორციელებულად, ანუ მოქმედებებით ხედავდი მეუფე ილარიონის ცხოვრებაში. ხა 3 წელი ვიცხოვრე მის გვერდით. ძალიან ახლოს ვიყავი, შემიძლია ვთქვა მეუფესთან და მისი სწავლებები იყო იმდენად სპეციფიური, იმდენად საინტერესო, იმდენად მართალი და იმდენად უბრალო და თავმდაბლური, რომ გარდაცვალებამდე სულ იმას ვეხვეწებოდი. მეუფე არ დამტოვო აქ, როდესაც დადგება ჟამი, იმიტომ რომ მე ვერ ვიცოცხლებ უთქვენოთ მეთქი. და იცოდა რომ მე ამას მართლა გულწრფელად ვეუბნებოდი, იმდენად დიდი სიყვარული იყო მეუფე ჩვენთვის. და გული მწყდებოდა ყოველთვის იმაზე, რომ სიცოცხლეში მეუფეს არ იცნობდა ერი. და ამისი რატომ არ იცნობდა ერი ისევე როგორც მამა გაბრიელს არ იცნობდა საზოგადოება. ამაში კონკრეტულ ადამიანებს მიუძღვის წვლილი, მე არ ვამართლებ მათ. მაგრამ მოვა ის დრო, როდესაც ამ ადამიანების უფრო ფართო მხილება მოხდება, იმიტომ რომ ეს არ იყო სწორი დამოკიდებულება და ეს არ არის მართალი დამოკიდებულება, როცა ერი არ იცნობს წმინდას და როცა ერისგანაც არ არის პატივდადებული. ყველა ინსტანციაში აღსანიშნავია. არანაირი პროექტა სრული ისტორია იყო ამასთან დაკავშირებული. სულ ვამბობდი, რომ სანამ ღმერთის ნამდვილი მსახური არ იქნება პატივდადებული ერისგან, არც ერი ვიქნებით ღმრთისაგან პატივდებულები. აი, როგორ მდგომარეობაც ქონდა ერს წმინდანების მიმართ და წმინდა მამების მიმართ, იმ მდგომარეობაში ვართ მთელი ერი. და ყოველთვის მქონდა იმის განცდა და სურვილი, რომ ეს უნდა გამოსწორდეს. უნდა იცოდნენ ადამიანებმა მოსმენა იმ მართალი ღმერთის მსახურების ეს არგანიკით ხო, ჩარჩოებში მოქცევა, დამოკიდებულება იმისა, რომ იყოს აი არასდროს არ მახსოვს, რომ მეუფეს ეთქვას, რომ ანამდენი ილოცი, ანამდენი საათი ილოცი, ანამდენი იმარხულე. ის აკეთებდა მოქმედებაში ისეთ რაღაცას, ცოდვასაც თავის მოქმედებით მაჩვენებდა, როგორ მეცხოვრა, რა უნდა მეღვაწა, იმასაც თავის მოქმედებით მაჩვენებდა და ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დამენახა ყველა განზრახვაშიც და სიტყვითაც და საქმითაც დამენახა სიმართლე. ეს არის უდიდესი სწავლება, ხა ეს უბრალოდ ამ ერთი გადაცემით ამას ვერ მოგახსენებთ, ამას ალბათ ძალიან ბევრი გადაცემები დასჭირდება და ეს არის წიგნი მამამთავარი ნოესეული ენაი, რომელიც ჩვენ ერთად გამოუშვით. მეუფე ილარიონის ასე ვთქვათ, კურთხევით და მისი უშუალო მითითებით. მეუფე ბრძანებდა, რომ ნოე არის ქართველი, სარწმუნო ნოება, სად ნოება სიტყვა ეს ქართული სიტყვებია, სარწმუნო ნოება. ესეც კი მტკიცებულება იმის და დადასტურება, რომ მამამთავარი ნოე, რომელიც იყო ერთადერთი იმ პერიოდში მართალი მადიდებელი და რომელიც თავის ოჯახი და თავისი ქრონოლოგიით გადაარჩინა ღმერთმა, ეს იყო ქართველი ნოე. და აქ არის ძალიან სერიოზული სწავლებები, აქ არის ძალიან დიდი ლოცვები მეუფე ილარიონის და მე მინდა აღნიშნო, რომ მეუფე ილარიონის ენა არის უძველესი ენა. ამიტომ თანამედროვე ქართველებისთვის ამ ენის გაგება არის რთული, მაგრამ მოვა ის დრო ჟამი, როდესაც ამას ჩვენ გავიგებთ. არის მეუფე ილარიონის შემდგომ სამება და სამებობა ჟურნალი, მე მინდა ვაჩვენო ეს ჩვენ საზოგადოებას. ამ ჟურნალში არის ძირითადად ამ ჟურნალში არის სწავლება როგორც ეკლესიური, ასევე მეცნიერული და ასევე პოლიტიკური. ანუ დღევანდელობის მდგომარეობა ჩვენს ქვეყანაში, მსოფლიოში,
და მთელს დედამიწაზე. ეს ძალიან დიდი სწავლებებია, მინდა გითხრათ, ამ ჟურნალში ასახული. აქ არის ის იმ სიმართლეებს ეზიარება თითოეული ჩვენთაგანი, რაც მერწმუნეთ, რომ აქამდე შეიძლება ძალიან ბევრს არა აქვს წაკითხული, გაგებული და ჩვენი დროის უდიდესი მამის გამოცემული ჟურნალი იწერებოდა, ღამის 3 საათზე მაღვიძებდა მეუფე და მეტყოდა, რომ დედაო ჩართეთ და ვიწერდით აი ესე და შემდგომ მე ეს არის დაბეჭდილი და გამოცემული და აი ესეთი შრომი და ესეთი სიყვარულით არის ეს ჟურნალი და მე ვისურვებდი, რომ ეს სიმართლე გაიგოს ყველამ და ვეზიაროთ ქართველები იმ სწავლებებს, იმ მართლსწავლებებს, რასაც ჩვენი დროის უდიდესი მამები გვასწავლიდა სიცოცხლეში. არ ვიყავით ბევრნი, მაგრამ ვინც დავდიოდით მეუფე ილარიონთან და ვისაც მართლა გვინდოდა გაგვიგოს სიმართლე და გონდა ღვთის სიყვარული, მეუფემ იმაზე მეტი დამანახა და იმაზე მეც მასე არა ვიდრე მე წარმოვიდგენდი, საერთოდ წარმოვიდგენდი, ამას წარმოდგენაშიც კი არ მქონდა იმხელა სწავლება და ისეთი ცოცხალი სახარება იყო და არის მეუფე ილარიონი ჩვენთვის. ყველაფერი მოხსებოდა, რა თქმა უნდა, ასე დროს გამოვიდა, მაგრამ ჩვენ დავასწარი, გარკვეულწილად დავასწარი და შევაჯანჯგარეთ მსოფლიო ეგრესო მეცა პოლიტიკა და აუცილებლად ეგ ღვთისმსახურებას უხდა მართლაც, იმიტომ რომ მე მინდა სტუდიაში მიმართო სტუმრებს, თუ ვინმე ისაუბრებს იმ ცხოვრების შესახებ, იმ ღვაწლის შესახებ, იმ სირთულეების შესახებ, იმ პირობებში, სადაც მეუფეს უწევდა მოღვაწეობა, იმ ქოხში, სადაც წვიმა ჩამოდიოდა მეუფესთან, სადაც მიწა იყო ქვევით და როგორ პირობებშია ის თუ შეიძლება საინტერესო იქნება მაყურებლისთვის ამ ყველაფრის აღწერა და იმ სიმართლის გადმოცემა, რისი საშუალება ჩვენ გვეძლება დღეს. მოგესალმებით, მინდა დავიწყო იქედან, იმ ისტორიიდან, როდესაც მე მეუფე გავიცანი, ეს იყო 2009 წელი. ჩავედი გარიყოლაში, მეუფე მდუმარებაში ბრძანდებოდა, ქონდა თეთრი პატარა დაფა, ხელში ეჭირა, თუ კი რამის თქმა უნდა და მასთან მისულ ადამიანთან თითით ესე გააყოლებდა, დაფაზე წერდა ყველანაირ პასუხს. რატომ მივედი მე წმინდანებთან საერთოდ, ეს იყო 7 წლის წინ, როდესაც მე ძალიან მძიმე დიაგნოზი დამისვეს და მითხრეს პირველი კატეგორიის სიმსივნე მქონდა, 2 ოპერაციაზე გამიშვეს. და მე ვარი ვთქვი ამ ოპერაციის გაკეთებაზე. უკვე აღარ ვიცოდი რა გამეკეთებინა, რა მექნა ვისთვის მიმემართა და შემხვდა ერთ-ერთი ჩემი ნაცნობი და ღვთის განგებით მითხრა რომ მოდი მარიამო წადი მეუფე ილარიონი ნახე და მამა ნიკოლოზი მაშინ ბორჯომში მოღვაწეობდა, იქ ჩადი და ერთიც მეორეც ალბათ დაგეხმარებიან. მთელი გულით და სულით მე, ჩემი ოჯახის წევრები და ჩემი მკურნალი ექიმი წავედით მეუფე ილარიონთან გარიყოლაში. ჩავედი და პირველად ნახე საცხოვრობდა ამხელა ბერი. მანამდე კი განაგონი რაღაცები მქონდა, რომ იყოს ასწავლმოქმედი ერთი მეორე, მაგრამ თვითონ რაც ვნახე, ესე იგი ეზო იყო ძალიან დიდი, ხეხილი ცავსე, ჩვეულებრივი ძალიან ისეთი ჭიშკარი, რკინის და შუაგულში ეზოში პატარა დაბალ სკამზე იჯდა მეუფე ილარიონი და გვერდით ისეთი პატარა, ისეთი დუხჭირი ქოხი, რომ აი როგორ გითხრათ, ყველა მხრიდან რო ქარი უბერავდა. მე რამოდენიმეჯერ რომ მეუფესთან სტუმრად ჩავსულ ვარ, შიგნითაც შევსულ ვარ ამ ქოხში და იცით რა ისეთი სიდუხჭირე იყო, ისეთი სიღარიბე იყო, აი როგორ იცხოვრა, მე თუ აი ყოველთვის მიფიქრია, როგორ გაძლო ამ ადამიანმა ასეთ პირობებში. ყველა მხრიდან უბერავდა ქარი, სულ ხრიჭოები ცავსე იყო. ან ზამთარი როგორ გადაჰქონდა, ან რა სჭამდა, ან როგორ იყო. და აი ესეთი პატარა, ესეთი ელექტროღუმელები იყო, ან წყალს როგორ ადუღებდა ზედ, ან როგორ თბებოდა ზამთარში. არ ვიცი, ეს იყო სასწაული რამე იქ რაც ვნახე, მაგრამ ეხლა გავაგრძელებ უშუალოდ ჩემ თემასთან დაკავშირებით. 2 საათი ვიჯექი ქვაზე გარეთ, ქვაიდო და ვთქვი, რომ სანამ მეუფე ილარიონი არ გამოვა, მე სხვა გზა არ მაქვს, მე არაფერი არ მეშველება და რატომღაც იცით როგორი იმედიანად წავედი, რომ აი ეს ადამიანი და ზოგადად წმინდანები მე მიშველიან აუცილებლად. გამოვიდა, დამიძახა ესე ხელით მანიშნა. დიდ ფურცელზე მქონდა დაწერილი მეუფე, მე ძალიან ცუდად დავარ და რამით დამეხმარეთ. შემიყვანათ შიგნით და იცით რა მოხდა სასწაული, ეს იყო მე აბსოლუტურად უცხოთ პირველად რომ ნახე ადამიანი.
დავჯექი 2 საათ ნახევარი ვილაპარაკე თურმე მთელი ჩემი ცხოვრება მოუყევი მას მეგობრად. ეს იყო ჩემთვის იმ მომენტში მამაც, დედაც, ძმაც, მეგობარიც, აი მსგავსი გაგების უნარიანობა. ყველაფერი იცით რა ღრმად ესმოდა ჩემი აი მთელი გულის ყურით, მთელი სიყვარულით და ეს იყო კიდევ ვიძახი სრულიად უცხო ადამიანი ჩემთვის. მან დავტოვე მე მთელი ჩემი ტკივილი, მთელი ჩემი დარდი და თქვენ წარმოიდგინეთ ფიზიკური ავადმყოფობაც იქ დავტოვე. იმიტომ რომ იმ დღეს მე ზუსტად ერთ და იგივე დღე იყო ბორჯომშიც ჩავედი და მამა ნიკოლოზიც ვიპოვე, ვნახე და საერთოდ სხვა ეტაპი დაიწყო ჩემი ცხოვრების ამ ორი ადამიანის გაცნობის შემდეგ, მაგრამ 2 თვის შემდეგ, როდესაც მე ავიღე განმეორებითი ანალიზები, მე ერთი ტაბლეტი წამალიც არ დამილებია. ექიმმა მითხრა, მარიამ, არ ვიცი რას აკეთებთ, მაგრამ გააგრძელეთ რასაც აკეთებთ, თქვენ ხართ ჟამთელი. და ეს არის ნამდვილად სიმართლე და 7 წელი გავიდა და მსგავსი არაფერი მქონია და მადლობა ღმერთს და მადლობა წმინდანებს, მადლობა მეუფე ილარიონს. მეუფე ილარიონი მეუბნებოდა ესეც სიტყვას, მარიამ, სანამ შენ გაინტერესებსო ერთი ადამიანის აზრი შენ თავზეო, შენ ღმერთამდე ვერ გააღწევო. იმიტომ რომ შენი შემფასებელი არის მხოლოდ და მხოლოდ ღმერთიო. და თუ შენ გაინტერესებს გვერდზე მდგომი შენზე რა სიტყვისო, შენ ღმერთს დააკარგავო. ანუ რას ნიშნავს ეს? მეუფე ილარიონი მე პირადად მასწავლიდა რომ ღმერთი არ არის შორს, ღმერთი არის წინ და შენ დადიხარ ღმერთის წინ ყოველ წუთში. მე მანამდე წავდიოდი ეკლესიაში განამევინმეს მიმართ საყვედურს ამბობ არა ბატონებო ძალიან კარგი მოძღვრები გამიცნია ეკლესიაშიც მაგრამ ჩემი სულიერი ფეხზე დგომა თუ აღორძინება დაიწყო იმ დღიდან როდესაც გავიცანი მეუფე ილარიონი და მამა ნიკოლოზი და იმიტომ რომ თვითონ უშუალოდ მაცხოვრებაში აი დავინახე დიდი სიმართლე და რა არის ღმერთი თუ არა სიმართლე მარიამო იცით როგორ უნდა გაიაროსო ქრისტიანმაო სიმდაბლესა და ღირსების შუაში ოქრო შუალედიაო სიმდაბლე არ არისო მონობაო და ღირსება არ არის ამპარტავნებაო მოგესალმებით ღმერთმა დაგლოცო და გაგაძლიერო მთელი სრულიად საქართველო მეუფე ილარიონი არის ფენომენი ჩვენი ერის ბურჯი და ფენომენი ბევრი შეიძლება ისაუბრო მასზე და მის ცხოვრებაზე, მაგრამ მე ერთი უდიდესი სასწაული მასაუბრებს ახლა მალაპარაკებს, სადაც ჩემ თვალწინ მოხდა. ერთ-ერთ წირვაზე მივიახლე მეუფე, როდესაც ატარებდა წირვას, ჩემი ოჯახით ვურთ. წირვა დასრულდა და მეუფეს ვეხვერწები, რომ ფოტო მომაწოდეს ჩემმა ნათესავებმა და ერთ-ერთი გოგონა, რომელიც 2 თვე ნახევარი გათიშული, სრულიად გათიშული მიჯაჭვულის აწოლზე და აპარატით ასუნთქებდნენ ძალით, ეს რო აპარატი რო გაეთიშათ ის და გარდაიცვლებოდა. და მეუფეს თხოვე რომ იქნებ რამე უშველოთ მეუფე მეთქი ამ გოგონას რაღაცნაირად ილოცეთ მეთქი მისთვის ხო და ფოტო გადავაწოდე მეუფე ილარიონს და რა თქმა უნდა, შვილო, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა ვილოცოთ, გადავარჩინოთ. ეხლა ვისო და დედანინოს დაავალა ნაკურთი წყალი ასხურეო, წაიკითხა მოკლელოცა მეუფე ილარიონმა, გადასახა ჯვარი ფოტოს, ნაკურთი წყალი ასხურა დედანინომ და მეუფე ილარიონმა ესეთი რაღაცა მითხრა. ჩაიწერე დრო, რა დროსაც ეხლა წავიკითხეთ ოცები და ის დროც მიაწერე ამ ფოტოზეო, რომ რა დროსაც ეს გოგო მოვა აზრზეო. მეორე დღეს ეს გოგო აზრზე მოვიდა უკვე რა საავადმყოფოში და დაიწყო გამოკეთება და ერთ კვირაში გაწერეს საავადმყოფოდან. მე რაც დავინახე მეუფე 24 საათის განმავლობაში იყო მღვიძარებაში, იყო ლოცვაში, ის ლოცულობდა ქვეყნის გადარჩენისთვის, ის ფიქრობდა მთელი კაცობრიობის გადარჩენისთვის და ადამიანებს მხილებაშიც თუ მრისხანებაშიც თუ ყველა მის მოქმედებაში ჩანდა სიყვარული, ანუ როგორი სიყვარულით ცდილობდა თითოეული სულის გადარჩენას და ახლა წარმოგიდგენთ უსინათლო ბერი ბოლოს 2012 წელს ამ წიგნში წერია ფაქტები
იმის შესახებ თუ როგორი რამოდენიმე მოწამვლის ფაქტებია დაწერილი კონკრეტულად მეუფე ამ ხელს ამ მისი მოწამვლის ფაქტებში კონკრეტულ პიროვნებებს და ესე იგი ბოლო მოწამვლის შემდეგ მეუფე რომელიც კითხულობდა მთვარის შუქზე მას მხედველობა დააკლდა და ის ვეღარ ხედავდა ვერაფერს და ზუსტად ვერ კითხულობდა და ვერ ხედავდა და მე ნამდვილად როდესაც მეუფემ დამიძახა და მითხრა შენ ხო სულ გინდოდა ქრისტე შენ ხო სულ ეძებდი ქრისტეს აი მე მაშინ დავტოვე ოჯახი დავტოვე სამსახური ყველაფერი და ვცხოვრობდი მორჩილი მონაზონი მის გვერდით თუმცა კი ერთი წლის წინ მაკურთხა მეუფემ როგორც ესე ოფიციალურად გამოიცხადა და მითხრა რომ შენ ხარ მონაზონი და შავი კაბა და სამონაზნო შემოსვა ეს ამიგზალა კატეგორიულად და რა მინდა ჩვენ საზოგადოებას და ჩვენს ერს უთხრა ჟურნალი რომელიც მე თქვენ გაჩვენეთ სამება და სამებობა ამას მოყვება ხატი აი ესეთი რომელიც უშუალოდ მეუფემ დააწერინა ერთ-ერთ მხატვარს თუ შეიძლება ის მომეხმარეთ მარიამ და ამ ხაზი არის საქართველოს ეს არის მომავალი საქართველო ანუ მიწიერი საქართველო როგორი იქნება და ის ადამიანები ვინც ამ ხაზია გამოსახული ის საზღვრები როგორც არის ეს ყველაფერი ჩვენს თვალწინ მოხდება არა მარტო მომხდარი ანუ კლავგევითობის წიგნის გამოუშვა მეუფემ ეს იყო პირველი წიგნი იესო ქრისტეს კლავგევითობის არსი ეს სწავლებები კონკრეტული სწავლებები მეწლებია დავდივარ ეკლესიებში და არსად მსგავსი სიმართლეები და არსად მსგავსი სწავლება არ მიმიღია და მეუფემ ამ სამწელში იმდენი რამ მასწავლა იმდენი რამ დამანახა იმდენი ხელა ჭეშმარიტებას მაზიარა 1.53 წელი რომევლო მე ტაძრებში იმის 100,000-საც კი ვერ გავიგებდი და ვერ ვნახავდი და ვერ წავიკითხავდი და ჟურნალი სამება და სამებობა რომელიც გამოვეცით ჩვენ აქ არის ფოტოები მეუფესი აქ არის კონკრეტული სწავლებები ქართული ენის შესახებ ქართული ენათ მეცნიერების შესახებ აქ არის სწავლებები თანასწორობის შესახებ რომ ყველა ადამიანი ვართ თანასწორი და თხოვნა მექნება იმის რომ ამ ჟურნალს როდესაც ჩვენი ხალხი წაიკითხავს ის რა რაგისაც არ უნდა იყოს რა ასაკისაც არ უნდა იყოს ვისაც კი ხა დაუშვათ სკოლის ასაკიდან დაწყებული ამ ჟურნალს ალბათ ყველა გაიგებს მიუხედავად იმისა რომ ეს არის ასკეტი ბერის დაწერილი მე მინდა მეუფეს ლოცვით იყოს ჩვენიერი დალოცვილი და ღმერთმა გვიცოცხლოს ჩვენი წმინდა მამები მამა ნიკოლოზი გვიცოცხლოს დიდხანს ეხლა შეძლოს ერმა რომ უდიდესი მამა ჩვენი ბერი მამა ნიკოლოზის თითოეული სიტყვა მისი თითოეული მოქმედება ისე იყოს სწორედ გაგებული და ერთხელ და საბოლოოდ ერი დადგეს წმინდა მამების გვერდით და იქ სადაც არის ღმერთი და იქ სადაც არის სიყვარული იქ სადაც არის სიმართლე იქ სადაც არის ერთობა იქ სადაც არის ვაჟკაცობა ქართველობა და იქ სადაც არის აბსოლუტურად გადარჩენა ჩვენი სულების დამცხე მცხოვარი ჩვენი დაცხონება ეს ყველაფერი არის წმინდანების გვერდით და აი ღმერთმა მოგვასწროს იმ ბედნიერ დღეს რომ ერი ვიდგეთ იქ სადაც არის ეს ყველაფერი დიდი მადლი დიდი სიყვარული და დიდი სიხარული ერთი დავიშვებე ზამი დავიშვებ და შეიძლება მოსგენოს ასამ ხოლმე ასე და ამას ვენას ვაბა არ გამიბრაზო ძალიან ერთ სავამატებ მხოლოდ დედანინოს ნათქვამს. და ერთ ამბავს აი მამა ილიამ ბრძანა რომ მეუფე იყო სალოსი და მე როგორ სალოსურ ერთ ფაქტს მოგიყვებით თორე ესეთი ვიცი უამრავი როგორც სასწაულების ფაქტი. მოვიდა ძალიან დიდი იერარქიის სასულიერო პირის უმრად მეუფე მიიღო ძალიან თბილად ძალიან კარგად ეხა მე ახალი გაცნობილი მყავდა მეუფე და ამას ყველაფერს ძალიან ისეთი ადამიანური თვალით ვაკვირდებოდი. ეს ადამიანი მაღალი დიდი წარმოსადეგი კაცი დგას ეხა ესაუბრებიან ერთმანეთს თავიდან ძალიან თბილად კბილად რაღაც ძღვენი მოუტანა მეუფეს რაღაც შესამოსელი მოუტანა მთელის რამოდენიმე ხანში უცებ აი არ ვიცით რა მოხდა
ვერაფერი ვერ გავიგე სიზუსტით, რატომ უცებ მეუფე არანორმალურად ყვირის, წამოხდა ეს კვერთი დაარტყა, ისეთი მრისხანე იყო, ისეთი მრისხანე, თქვენ ვერ წარმოიდგენთ ეს როგორი საშიში სანახაობა იყო ჩემთვის პირადად და ჩემთვის არა, ეს ამხელა 2 მეტრიანი კაცი გააშეშდა, იცით როგორ აკანკავდა, გული გავხდა ცუდად და წავიდა გააგდო მეუფემ გარეთ, მე გავყევი გავაცილე ამ კაცს წამალის დავალევინე ამ მოკლედ პირს, სასულიერო პირს და თხოვდა რომ მარიამ იქნებ გამაგებინო რა ხდება, იმიტომ რომ ნერვიულობდა ძალიან. მე ხომ შემოbrunდი ოთახში ვფიქრობ, ვაიმე მეც რა მეშველება, იმიტომ რომ მსგავსი რამე ჯერ ნანახი არ მქონდა. შევდივარ მეუფესთან, მეუფე არის გაღიმებული, ბედნიერი სახით, აბსოლუტურად მშვიდი, აი წამის წინ რომ აი მხალა მრესხანებაში იყო, რომ მეგონა რომ აი გადადგავდა ყველაფერს, არა. და მეუფე მეთქი როგორ ბრძანდები თქო, ვეკითხები და მარიამ მოდიო დაჯექიო აქ ესეთი როგორ არისო ისო და მეთქი ძალიან ცუდად არის მეთქი და მარიამ არაუშავსო მასე სჭირდებოდაო ხო მაგარი მოვაწყეო მარიამ აი ესე მითხრა პირდაპირ ხო მაგარი ჩავატარეო მასე სჭირდებოდაო რამოდენიმე დღის შემდეგ მანვე დამარეკინა ადამიანთან და მითხრა რომ უთხარიო რომ ვაპატიე მოვიდესო ცუდად არ იყოსო სასულიერო პირში უყვირა უცბად მოხდა მისი გარდაცვალება თვითონ ასეთი ფაქტები ძალიან ბევრი იყო მეუფის ცხოვრებაში და ჩვენს იგივ და ამას შეიძლება პიროვნებიდან გასვლა ეს არის საშინელი ტანჯვა რომ შენ ადამიანისთვის გახვიდე პიროვნებიდან ყველაფერი გააკეთო და მე რა უცბად დაუბრუნდებ შვიდ მდგომარეობას აი წარმოგიდგენთ ეს უკვე პიროვნების ზევით დგას საზოგადოების ზევით დგას ყველაფრის ზევით დგას იმ პერიოდში მეუფე გამოდვებით ყვებოდა რაღაც კონკრეტულ ფაქტებს ეს დავაშავე, ნუ რაღაც თავის შეცდომებს, თავის რაღაც ესეთ და ეს გავაკეთე, ყვებოდა ფისო როგორ შემოაკვდა ხელში და რაღაცა ისეთებს ყვებოდა და ხარ და უვიმე მეთქი, მეუფე რა კარგია, მე და თქვენ ერთნაირი ცოდვები ქონია მეთქი. და ხოლო შემდეგ მივხვდი, რომ ის მე ჩემს ბავშვობიდან მოყოლებულს შემახსენა ყველა ჩემი ცოდვები, რომელიც მე მახსოვდა, არ მახსოვდა და ცოდვას არ ვარქმევდი და რომელიც მე უნდა მომენანიებინა და საერთოდ არც მახსოვდა. ისეთი ცოდები და ისეთი შეცდომები დამანახა და თან რა მინდა გითხრათ მოქმედებაში აი მეტყოდა ხოლმე დედაო ყველას აქვს თავისი ფუნქცია ადამიანებს აი ღორცხოით ძაღლს თავისი ფუნქცია აქვს ყველა ფერი შექმნა ღმერთმა და ყველას აქვს თავის დანიშნულება ვერავინ და მითითებდა ყოველთვის და მიმითითებდა ხოლმე იობის ცხოვრებას და მართალი იობის ცხოვრებას და მე მართლა მოხდა ისე რომ მე შვილი გარდამეცვალა 1 წლის წინ გიორგი 21 წლის და მე მივხვდი თუ რატომ მეუნებოდა მეუფე სისტემატიურად რომ მართალიობის ცხოვრება ისწავლეო ის სწავლებები ეხლა და ეხლა უფრო მეტად მახსენდება და ეხლა და ეხლა უფრო მეტად მაქვს იმ დაფიქრების და ლოცვას იწყებდა და ამთავრებდა ყველა იმ ქმნილებებს, რაც კი ღმერთმა შექმნა. აი კენჭი ჭიანჭველას იხსენიებდა ლოცვაში. მწერები და ჭიანჭველი ყველაფერი, რაც კი ღმერთმა შექმნა, ულოცვას არტოვებდა. მისი ლოცვის ტიპიკონის წიგნზე ვმუშაობთ ახლა, რომელიც უნდა გამოვიდეს და ღმერთის შეწევნით ღვთისნება იქნებოდა ღვთის შემწეობა იმისა, რომ არც ერთი სიტყვა რო არ დაიკარგოს მეუფესი, რაც კი მან მე გადმომცა, აი მე ვევედრები უფასო, ეს ყველაფერი იქნეს ყველასთვის ცნობილი და ამის შესაძლებლობები ალბათ ჩვენ გვექნება და კიდევ და კიდევ ბატონებან ჩვენ მამებო იქნება იმის შესაძლებლობაც, რომ ამ გადაცემებით, ჟურნალებით, წიგნებით და ამ მოგონებებით საზოგადოება უფრო და უფრო გაიცნობს მეუფე ილარიონს თავისი სიმართლით და თავისი სიდიდით და თავისი სიყვარული და მოღვაწეობით. ის იყო სიყვარულის მეუფე, ის იყო სიმართლის მეუფე და მე მსგავსი ცხოვრებაში არ მინახია და ალბათ ჩვენ როდესაც საუბრობთ მეუფე ილარიონზე ძალიან დიდი ესეთი გრძნობა მიჩნდება რომ პირველი რომ აუცილებელია უდიდესი პატევის მიღება, აუცილებელია დიდი ყურადღების დათმობა. თუნდაც აი ახლა ეს არის განსაცვიფრებელი ღვაწლის ერთადერთი ეპისკოპოსი, რომელიც ცხოვრობდა უდიდესი ასკეტური ღვაწლით. თვითონ მაღალი იერარქებისგან ვიცით კონკრეტულად მეუფეს დიდი სულიერი მოღვაწეობის შესახებ. ასევე მამა ილიამ გთხოვა რომ აი გაგვიხსენებინა ის პერიოდი თუნდაც კაზანტივის პერიოდი რომ იყო საქართველოში ანაკლიაში რომ იყო ისეთი დღესასწაული დაგეგმილი რომელიც მართლა არ იყო სულიერი თვალსაზრისით მიღებული და მისაღები და მეუფეს დიდი ღვაწლი, დიდი შრომა, მან როგორ სალოცურად, როგორი ღვაწლით, როგორი
დიდი სიბრძნით ასახა ეს ყოველივე და თუ შეიძლება გავიხსენოთ. მეუფე ილარიონი მაშინ მე როგორც მახსოვს რუსთავში ბრძანდებოდა და მე მახსოვს რომ ამბობდნენ რომ რისხანებდა რომ მე ჩავალ და გაზეთებს გავაუქმებ საშინელ რისხანებაში ბრძანდებოდა მეუფე ფაქტობრივად არ რისხანებდა მაგრამ გარეგნულად გამოხატავდა ამას და როდესაც ის ჩაბრძანდა იქ გავიხსენოთ ეს ფაქტი სალოსების ენა არ არის მხარდაგებლობა სალოსი გეუბნება სულ სხვას აკეთებს სულ სხვას და სინამდვილეში გამოყავს სხვა ჭადრაკს ასეთი რომ შახ ბად ის გეუბნება შახს ისოს ბადს და გამოყავს აბსოლუტურად სხვა მდგომარეობა შეიძლება შენ საშინელ დღეში ჩაგაგდოს პიროვნულად მაგრამ შენთვის ისეთი რამ გააკეთოს რომ გადაგარჩინოს ამ ქვეყანაზეც და იმ ქვეყანაზეც მე უკვე ჩაბრძანდება იქ და ამბობს რომ ეს არის ძალიან კარგი მოვლენა ეწევა საპატიო პროფესია ეხლა განსაზღვროთ ჩვენ ეს საპატიო პროფესია არისო და ამ საქმის ხელმძღვანელი მე მისი სახელი ამახსოვს საერთაშორისო წმინდა ეს ხელშეაყველი აქციის ნახეთ აბსოლუტურად სხვა რამ თქვა ამ შემთხვევაში მასზე დაიჯრა უამრავი განკითხვა რომ განა შეიძლება სასულიერო პირმა თქვას რომ მეზობა საპატიო პროფესია ანუ საზოგადოებრივად ის იქნა ისევ შეურაცხყოფილი ანუ აღასრულებთ სამონი გული შემოსული, სული შემოსული და დამდაბლებული ღმერთთან არ შეურაცხოს. ეს გაზანტიპი ისეთი საშინელი მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნისთვის, რომ ამას ჭირდებოდა ძალიან დიდი ძალა, რომ ეს გაუქმებულიყო. და ამ ძალას არ ყოფნიდა მხოლოდ პარაკლისური ლოცვა, მხოლოდ საკმეველი, მხოლოდ სასულიერო პირების ისეთი ლოცვა, რომელიც ტრადიციულად აღევლიო. აქ იყო საჭირო აი ესეთი ძლევამოსილი ადამიანების ძალისმიერი ზემოქმედება, სულიერი ზემოქმედება. ამ შემთხვევაში ის აბსოლუტურად დაბრუნდება, იმდენად დაბრუნდება, რომ ხალხი განიკითხავს, როგორ შეიძლება სასულიერო პირმას თქვას, რომ მეზობა არის საპატიო პროფესია. ამ დამდაბლების წინ მოდის მადლი, მე უფრო შორს მიდის. ამის ხელმძღვანელი არის საერთაშორისო წმინდანი. ეს საერთოდ კატასტროფა როგორ შეიძლება ის თქვას, ვეღთავარ. ნახეთ, ბოლომდე იმდაბლებს თავს ამის ჭილის ამბობს უფალო გეხვეწები მოაშორეს ყველაფერი და გავიხსენოთ მას შემდეგ მოვლენა სულ მცირე ხანში დაინგრა მათი გეგმები განიცადეს საშინელი კრახი დარიალში მოხდა რაღაც კატასტროფა და დამთავრდა ყველაფერი და ცეცხლიც გაუჩნდა რა თქმა უნდა იმ სასულიერო პირების ვაჭრები დიდია რომელებიც იქ შრომობდნენ იდანჯებოდნენ მაგრამ განუსამლად დიდია ბეუფელარიანის შრომა საშმარიტად აი ასე დაარია ის და უამრავი ასეთი რამ ამიტომ სალოსებზე მსჯელობისას ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ რომ სადღაც არ გადავიჩეხოთ ანუ ეს ნიშნავს იმას რომ ჩვენ უნდა დაჩაუღრმავდეთ მათ ნებისმიერ მოქმედებას ის მოქმედებს იმ მომენტში თავის მალავს თავის ჭეშმარიტ სახეს და იმის მიღმა ძალიან დიდი სიბრძნეა თავის ბოლომდე იმდაბლებს და ამ სიმდაბლიდან იწყებს მოქმედებას ფსალმუნიც ამბობს ამას გული შემოსული სული შემოსული დამდაბლებული ღმერთთან არაშეურაცხოს აი ეს სალოსებისთვის არის პირდაპირ ფარი ასე თქვა გამოვიდეს გონზე თავის სამშობლოს მიხედოს და როცა ასეთი გაუბედურებული გასარსული სამშობლო როგორღაც ესე იყოს შრომა გარჯა და იყოს პატრიოტული მაგრამ ღირსეულობა და არ იყოს ესე საშინელი მართლა გასმოძულობა და ასე როცა ყველა რასკი უგუნურება შემოგდებულია დასავლეთის უგუნური მართლთა მიერ როგორც არის ინგლისის მონარქისტები, ამერიკელი მონოპოლისტები და ებრაელი მასონისტები. ამას შექმნეს ბანკი საერთაშორისო ბანკაზრისო და მთელი რესურსებს იყენებენ კაცობრიობის დასამონებლად და კაცობრიობის გასაუბედურებლად. როდენდის საკითხია, როცა სოციალური შედა მშვიდობა, კაცსაშორისო ერთაშორის თანასწორობა და პატრიოტიზმი ღირსება და შრომა და ბანდიტიზმი და მართლა ზართო და გლეჯვა და ერთმანეთის გაუბედურება. ერთი მუჭა ყველაფერი აწესდეს, დაწესდეს და ხალხი ერთმანეთს გადაამტერეს ხალხი და აი თვითონ იყო აღვებული რესპუბლიკა.
დროში ვიგებთ, დიახ, მათი დიდი სიბრძნის შესახებ, როცა უკვე ფაქტობრივად დროში უკვე წარმოჩდება ფაქტები, აი მაშინ მომშეთ. მამა იონე, თქვენ ხო არ გინდოდათ რამე მნიშვნელოვანი წარმოთქვა და უკვე ჩვენ მივდივართ და მომთავროთ გადაცემა. დიახ. მამა მეუფე ილარიონი თავის პიროვნულიდან გამდინარე იყო უდიდესი თავდაბალი პიროვნება. გარდა იმისა, რომ სალოსი იყო, ღვაწლის მატარებელი იყო და შინაგანად ჰქონდა ამას. ამ ადამიანს ესეთი თავდაბლობა, რომ რაც არ უნდა ხასიათზე ყოფილიყავ, რაც არ უნდა სასოწაკეთებაში, რაც არ უნდა გადაზება, მიხვიდა და მოდი ძმაო, ჩაგეხვდებოდა ესე საკუთარი იყო. იკარგებოდა ის ზღვარი, რომ ის დავთავარი იყო. იკარგებოდა ის ზღვარი, მორჩილიყავი, დელიყავი. აი ესეთი სიყვარულში, თავდაბლობაში წარმოგაჩენდა, ზღვარ დაკარგდა. ესეც შემნაირია. ანუ საკუთარ თავში ჩაგახედავდა თავისი თავდაბლობით. უპირველეს ყოვლისა მეუფის გამინდა მთელი გულწრფელობით, მთელი იმითი თითოეულმა ჩვენთაგანო ვითხოვოთ შენდობა, ვითხოვოთ პატიება, ვითხოვოთ მისი დიადი და დიდი სულის და მართალი ადამიანის წინაშე პატიება, რომ ჩვენ რო გვიჭირდა მისი გაგება, ვერ მოუვარეთ ისე როგორც საჭიროა, ვერ მივხედეთ და ვერ მოვეფერეთ ისე როგორც საჭიროა, პირიქით იდევნებოდა სწორედ სიმართლის სიყვარულის გამო. 5 დეკემბერს აღესრულა მეუფე ილარიონი. თვითონ მეუფე ილარიონის ანაშვიდზე დაკრძალვის დღეს თვითონ პატრიარქიც გრძანდებოდა, მოვიდა და მოვადრო და მეუფე ილარიონი ამბობდა ესეთ რამეს, რომ მოვადრო და ღმერთი იტყვისო სიმართლესო. იმედია ეს ყველაფერი თანდათანობით აი ეს პროცესები საქართველოში ალბათ ღვთისმადლით დიდი მამები, დიდი წმინდა მამები იტყვიან დიდ სიმართლეს. რთულია, ძალიან მძიმეა თითოეული ჩვენთაგანისთვის, რომ გავიხსენოთ მეუფეს ცხოვრება. და მაგრამ ჩვენი ვალია და ჩვენი მოვალეობაა, რომ ძალისაებ შევეცადოთ და აღწეროთ და გავიხსენოთ ის დიდი სიდიადე და დიდი წმინდა საქმე, რასაც მეუფე აღასრულებდა და აკეთებდა თითოეული ქართველის, თითოეული დაბადებული ადამიანის სულის ხონებისთვის. ძალიან მინდა მეუფეს მივმართო იმ დიდი სიყვარულისთვის, იმ დიდი მადლიერებისთვის და მოგვიხსენოს ჩვენ ცოდვილ ღვთის წინაშე. დება და მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის.